აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი და მშვიდობიანი აფხაზეთის კოორდინატორი ლორიკ მარშანია პირველ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. საავადმყოფოს რეანიმაციაში ლორიკ მარშანია ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავარიის შედეგად გადაიყვანეს. მას თავის ტვინის მნიშვნელოვანი დაზიანება აღენიშნებოდა. სვანეთის სოფელ ნაკრის გამოქვაბულში მართლმადიდებლური სიმბოლოები აღმოჩენილი. ამ თემასთან დაკავშირებით სახალხო ფრონტის ოფისში შეხვედრა გაიმართა. სიმბოლოები ადგილობრივმა მაია ჯაჭულიანმა 2003 წელს გამოქვაბულის დათვალიერებისას აღმოაჩინა. გამოქვაბულის არსებობა მეცნიერების მიერ ქრისტეს შობამდე თარიღდება, ხოლო მასზე გამოკვეთილ სიმბოლოების ასაკს შესაბამისი კვლევის ჩატარებამდე ვერ ასახელებენ. კვლევას ახლად შექმნილი ფონდი ნაკრა უხელმძღვანელებს. ეს მოხდა ღვთისნებით და როცა დავინახე ისეთი ნიშნები, რომლებიც სამყაროს საიდუმლოებების შესახებ მივხვდი, რომ მოგვითხრობენ, ბაგე დამიდუმდა და ჩამესმა ხმა ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი გააცხადო. ჩამოვედი თბილისში და პატრიარქთან მოინდომე შეხვედრა თუ დაადასტურებს, მეთქი რომ ეს ჯვრები ნამდვილად უფლისგან არის. მან რასაკვირველია ეს დაადასტურა, დამლოცა და წამოვედი. როდესაც ვნახე 5 ჯვარი სამნაირად წარმოდგენილი, რომელიც ეხლა საქართველოს დროშაა. აი ეს უკვე იყო იმის ნიშანი, რომ სწორედ ამ ჟამში უნდა გაცხადებულიყო ეს საიდუმლო. პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად ფარგლებში დღეს საქართველოში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლების მეორე ნაკადი ჩამოდის. 57 პედაგოგი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვა. ტრენინგების გავლის შემდეგ პედაგოგები სამეგრელო ზემოსვანეთის საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას შეასწავლიან. პედაგოგებს აეროპორტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დახვდება. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია წელს განსაკუთრებული ღვაწლისთვის პაატა ბურჭულაძეს გადაეცა. პრემია ცნობილმა მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი კულტურის საერთაშორისო ცენტრ მუზაში გაიმართა. ღონისძიებას ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიც ესწრებოდნენ. ამდენი დიდებული პიროვნება, ქართველი დიდებული პიროვნება მოგზაურობდა შეწყვეტა დღეს. პატივი დამდგმე და მოვიდა ამ პრემიის გამოცემას. და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა. და როგორც ყოველთვის, მშვიდობას დავაიღე, რომ პრემიის მიღება იმდენად ძნელი არ არის, როგორც მე მისი გამართლება. ჩვენთვის ქართველებისთვის არის დიდი ჯილდო პაატა ბურჭულაძე და მე მინდა უსურო მას ყოველივე კარგი, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ბევრი წარმატება. დიდი სიამოვნებით ულოცავ პაატა ბურჭულაძეს ამ პრემიას. ჩემთვის ასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მე ვარ ამ ფონდის პრეზიდიუმის წევრი და მეც მივეცი ხმა, რომ მიიღო ექვთიმე თაყაიშვილის პრემია. რუსეთმა ატომური ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით ირანთან ხელმოწერილი შეთანხმების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ურანის საწვავი, რომლის გადატანაში მონაწილეობას რუსული მხარეც მიიღებს, ბუშურის რეაქტორში 21 აგვისტოს ჩაიტვირთება. შეერთებული შტატები რუსეთის ამ გადაწყვეტილებას თეირანისთვის არასწორ გზავნილად აფასებს. ირანის ქალაქ ბუშირში რუსეთის დახმარებით ატომური მარაგის დამუშავება ქვეყნის ელექტროენერგიის მარაგს 500 მეგავოლტით გაზრდის. ირანის ატომური სააგენტოს ლიდერმა ამის შესახებ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა ირანთან ატომურ ენერგიასთან დაკავშირებით ხელმოწერილი შეთანხმების განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. დიმიტრი მედვედევის ეს გადაწყვეტილება თეირანს დახმარებას გაუწევს, რადგან შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული სანქციები ისლამურ სახელმწიფოს ატომურ არსენალთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვს. ურანის საწვავი, რომლის გადატანაში მონაწილეობას რუსული მხარეც მიიღებს, ბუშირის რეაქტორში 21 აგვისტოს ჩაიტვირთება. პროცესი დაახლოებით 1 თვის მანძილზე გაგრძელდება და გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ირანულ ქალაქებში გადანაწილდება. რუსეთმა მშენებლობის შესახებ 1 მილიონიან კონტრაქტს ხელი ჯერ კიდევ 1995 წელს მოაწერა. მაშინ პროექტის განხორციელება რამდენიმე წლით გადაიდო. მოსკოვი ამის მიზეზად სხვადასხვა ტექნიკურ მიზეზებს ასახელებდა. ვაშინგტონმა თავდაპირველად რუსეთის პროექტში მონაწილეობა გააკრიტიკა, თუმცა შტატებმა კრიტიკა რუსეთის მხრიდან 2006 წელს გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციებისადმი მხარდაჭერის პირობის მიღების სანაცვლოდ შეწყვიტა. გაეროს არც ერთ სანქციაში ბუშირის შესახებ საუბარი არ ყოფილა. ირანის განცხადებით საერთაშორისო ატომური სააგენტოს ექსპერტებს შესაძლებლობა ექნებათ დაამტკიცონ, რომ ატომურ ენერგიას მხოლოდ ელექტროენერგიის საწარმოებლად გამოიყენებენ.
შეერთებული შტატები რუსეთის ამ გადაწყვეტილებას თეირანისთვის არასწორ გზავნილად აფასებს, რადგან ვაშინგტონი თეირანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას ცდილობს. ბოლო დღეღამის განმავლობაში რუსეთში ხანძარი შედარებით შესუსტდა. ხანძარი 8,000 ჰექტარამდე ტერიტორიაზე შემცირდა და ამ დროისთვის 56,000 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის კერების რაოდენობა კი 505-ში ადგენს. სიტუაცია გაუმჯობეს და მოსკოვის შემოგარენშიც მოქმედი ხანძრების მოცულობა 84 ჰექტარამდე შემცირდა. ამ დროისთვის ყველაზე პრობლემურ მხარედ ნიჟეგოროდი რჩება, სადაც ხანძრის 73 მოქმედი კერა. თუმცა ხანძრის საერთო მოცულობა 10 ჰექტარამდე შემცირდა. გასული დღეღამის განმავლობაში რუსეთის საგანგებო სიტუაცია და სამსახურის ვერტმფრენებმა ხანძრის ჩასაქრობად 96 ფრენა განახორციელეს. პაკისტანი დამოუკიდებლობის დღეს ბუნებრივი სტიქიის პირობებში ხვდება. ქვეყანაში 14 აგვისტოს დაგეგმილი ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა. მთავრობის წევრები დაზარალებულ რეგიონებში რჩებიან. პაკისტანმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა შეგახსენებთ 1947 წლის 14 აგვისტოს მოიპოვა. პაკისტანი დამოუკიდებლობის დღეს მილიონობით უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლის დანგრეული ეკონომიკისა და არასტაბილური პოლიტიკური ვითარების პირობებში შეხვდა. ოფიციალურმა პირებმა 14 აგვისტოს დაგეგმილი საზეიმო ცერემონიები გააუქმეს. პაკისტანმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1947 წლის 14 აგვისტოს მოიპოვა. თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანმა ეროვნული დროშის აწევის ცერემონიაში მონაწილეობა მაინც მიიღო. მთავრობის წევრებმა ბოლო რამდენიმე კვირა დაზარალებულ რეგიონებში ზარალის დაცვლაში გაატარეს. პაკისტანის მოსახლეობას წყალდიდობის შემდეგ ეპიდემიამ შეუტია. ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ქოლერა გავრცელდა. ბუნებრივმა სტიქიამ სულ 14 მილიონი მოსახლე დააზარალა, რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის 8%-ია. გადაუღებელი წვიმების შემდეგ წყალდიდობა და მეწყერი თავდაპირველად ქვეყნის მთიან რეგიონებში დაიწყო, მოგვიანებით კი სამხრეთისკენ გადაინაცვლა. ჩემი სახლი მთლიანად დაინგრა, თავშესაფარი არსად მაქვს, არც საკვები და არც ჩასაცმელი არ გაგვაჩნია. სამხრეთ პაკისტანში მდინარე ინდუსში წყლის დონე ჩვეულზომას რამდენიმე მეტრით აჭარბებს. უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი ღამეებს ტალახიან კარვებში ატარებს, ნაწილი კი ღია ცის ქვეშ ათევს. გაერომ პაკისტანის დასახმარებლად საერთაშორისო საზოგადოებას 460 მილიონი დოლარი დახმარებისკენ მოუწოდა. თუმცა ცენტრალური აზიის ქვეყანას აღსადგენად მილიარდობით დოლარი დასჭირდება. ჰამბურგში ლეგენდარული ჯგუფ ბითლზის აღამოსთვის ემზადებიან. გერმანელი მოსახლეობა ჰამბურგში ბითლზის პირველი კონცერტიდან 50 წლის იუბილეს 17 აგვისტოს აღნიშნავს. შეგახსენებთ, მაკარტნის, ლენონის, ჰარისონისა და რინგო სტარის მსოფლიო წარმატება სწორედ ჰამბურგის სცენიდან დაიწყო. 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ჯგუფი ბითლზი ჰამბურგში ერთგული მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა. პოლ მაკარტნის, ჯონ ლენონს, ჯორჯ ჰარისონს, რინგო სტარსა და ჯგუფის მეხუთე წევრ პიტერ სატკლიფს, რომელიც ბას-გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებს ერთნაირად ფლობდა, გერმანიაში გამგზავრებამდე არავინ იცნობდა. ისინი მხოლოდ ბრიტანეთში იყვნენ პოპულარულები. მათი მსოფლიო კარიერა კი 1960 წლიდან დაიწყო. ერთი წლის შემდეგ 1961 წელს პიტერ სატკლიფმა ჯგუფი დატოვა. უნიკალური 4-ეული თავდაპირველად ჰამბურგის კლუბ ინდრაში უკრავდა. 1960 წლის 17 აგვისტოს ჯგუფი გერმანელი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა. ხელშეკრულება დღეში 9 საათიან პროგრამას ითვალისწინებდა. თანამედროვე ჰამბურგში ბითლზის მუზეუმია, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. კლუბ ინდრაში ბითლზის რეპერტუარი დღესაც სრულდება. აქ ბითლზის გულშემატკივრები ყოველდღე იკრიბებიან. მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები. ისინი ნახევარი საუკუნის შემდეგაც ძალიან პოპულარულები არიან. მახსოვს ხალხის რიგი. ბითლზის საღამოზე შემოსვლა ყველას უნდოდა. პოლ მაკარტნიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გერმანიაში ვიზიტის შესახებ ვრცლად ისაუბრა. დაუვიწყარი დრო იყო. ახალგაზრდა ბიჭები სრულიად უცხო ქვეყანაში ყოველგვარი სახსრების გარეშე ჩავედით. სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩვენი პოპულარობა და კარიერული ზრდა. კლუბ ინდრას შესასვლელს ბითლზის მემორიალური დაფა დღესაც ამშვენებს. ბითლზის მუსიკაზე გავიზარდე. მათი ყველა სიმღერა განსაკუთრებულად მიყვარს. ვერც ერთს ვერ გამოვაჩევ. თანამედროვე ჯგუფებს რეპერტუარში 1 ან 3 ჰიტი აქვთ. ბითლზს კი 50-მდე ცნობილი ჰიტი აქვს ჩაწერილი. ბითლზის გერმანიაში ჩასვლის 50 წლისთავთან დაკავშირებით 17 აგვისტოს ჰამბურგში ბითლზის საღამო გაიმართება.